დაბადება თავი მე-15. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი, ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის გამგებელი. თქვა აბრამმა: შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე. და იყო აბრამის მიმართ უფლის სიტყვა: არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე. გაიყვანა გარეთ და უთხრა: ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება. და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. კვლავ უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა. უპასუხა: უფალო ღმერთო, როგორ უნდა მივხვდე, რომ მე დავიმკვიდრებ? უთხრა: 3 წლიანი დეკეული, 3 წლიანი დედალი თხა, 3 წლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე. მიიყვანა ეს ყველაფერი, შუაზე გაჭრა და ნაჭრები ერთი მეორის პირდაპირ დააწყო, მხოლოდ ფრინველები არ გაჭრას შუაზე. და დააცხნენ მტაცებელი ფრინველები მძორს, მაგრამ განდევნა ისინი აბრამმა. მზის ჩასვლისას ღრმად ჩაეძინა აბრამს, მაშინ რწოლამ და დიდმა წყუდიადმა მოიცვა იგი. უთხრა უფალმა: იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში, დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი. და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჭი, ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან. შენ კი მშვიდობით მიხვალ შენს მამებთან, ტკბილი სიბერე გექნება და დაიკრძალები. მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება. როდესაც მზე ჩავიდა და წყუდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი, ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა. იმ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა, ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე. კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები.